სოფელ სნოში 23 ივლისს შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უთმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, წმინდა სინოდის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეკლესიის მეთაურმა, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ბრძანა სასტუმრო სნო მატერიალური სარგებლისთვის არ აშენებულა და მსგავსი ინიციატივა სხვა რეგიონებშიც უნდა განხორციელდეს. აღმატებულება ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ხალბატონებო და ადამიანი შეიძლება დაიხალოს, ადამიანი შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა მოიკრიფოს, რომ ადგეს და გააგრძელოს თავისი გზა. ჩვენ იმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში. ეს არის სნოს ხეობა, ხევი, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთი მხარიდან. სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს. ეს აშენდა იმისათვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგცემს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივსემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ. აი, მე ვაჩვენე მაგალითია მისი. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის, მოსავალი, ჰაერი, ყველაფერი მოხდა ჩვენ ღმერთმა. ამიტომ ვისარგებლოთ ამ ღვთისწყალობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დაუბრუნდებით შრომას. შრომა ეს არის მკურნალი ადამიანისა. მე მადლობელი ვარ ყველას, ვინც მობრძანდა დღეს აქ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგლოცოს სრულიად საქართველო. სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვენო წმინდესობა, მადლობა ამ მშვენიერი შესაძლებლობისთვის. თქვენთან ერთად ვიზეიმო სნოში ეს ახალი მშვენიერი სასტუმრო, ეს ახალი მშვენიერი ნაწარმოებები, რომელსაც ეხლა გავეცანით. და ის კიდევ ერთი სულიერი ერთობა, რომელსაც ჩვენ დღეს აქ ვხედავთ. თქვენ ნამდვილად შესძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კათოლიკოს პატრიარქსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სასტუმრო სნოს ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მე მინდა როგორც ერთმა ადამიანმა ქრისტიანმა მადლობა გადაუხადო მის უწმიდესობას იმისათვის, რომ უამრავ ქარტეხილში მან ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი. საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო
საუკუნეების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია დღეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკლესიის, სამშობლოსა და ერის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კათოლიკოს პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და დღესაც ვარ ჩვენ ამ ერთ-ერთი საშვილიშვილო საქმის მოწმე. ეს საქმე თავის წვლილს შეიტანს საქართველოში მთის გაძლიერებაში, სულიერების გაძლიერებაში, ჩვენი სამშობლოს გაძლიერებაში. სასტუმრო სნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და მორწმუნე ადამიანების შემოწირულობით აშენდა. დაწესებულება 34 ადგილიანია და აქ 40-მდე ადგილობრივი დასაქმდება. შემოსული თანხა კი სოფლის მოსახლეობას მოხმარდება. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა დინამიურად იზრდება და 2017 წელიწადი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი ამ კუთხით და ამავდროულად იზრდება შიდა ტურისტული ნაკადები, სხვადასხვა რეგიონში სასტუმროების გაჩენა მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის, კონკრეტულად ეს სასტუმრო, რომელიც სოფელ სნოში მდებარეობს და შემიძლია თამამად თქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის ჯგუფის ან დელეგაციის მიღების საშუალება ექნება. ძირითადი რისთვისაც ეს სასტუმრო აშენდა, სასტუმროს შემოსული თანხა მთლიანად, ესე ვთქვათ, რაც სასტუმრო მოიგებს, გადანაწილდება ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად. ამ დონის სასტუმრო რეგიონში თითქმის არ იყო და ეს გახდება კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, მარგალიტი, ოღონდ უკვე ამ რეგიონის და ამ მხარის. საზეიმო ღონისძიებაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ხელნაკეთი ნივთების წარდგინებაც გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს პალიდრაელის მიერ გამოცემული 4 ტომეული ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საჩუქრად გადაეცათ. როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით კოლეჯის სპექტრი მთის მოსახლეობის გადამზადების პროექტს დაიწყებს. დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ხელობის შესწავლა შეეძლებათ. გვინდა მოსახლეობას უთხრათ, რომ მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ, მიიღონ განათლება, ეს არის აბსოლუტურად უფასო განათლება და გარდა ამისა ჩვენ მთის მოსახლეობაში თუ იქნება ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად სოციალურად დაუცველი სტატუსი გააჩნიათ და მათ პრობლემები აქვთ ესევე საცხოვრებელი პირობებთან დაკავშირებით, ჩვენ რამოდენიმე ადამიანს მივცემთ საშუალებას ესევე საცხოვრებელი პირობებით დავაკმაყოფილოთ. სასტუმროს გახსნის ცერემონიალის პარალელურად სოფელმა სნომ ცხენოსნობის პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა. ღონისძიებაში ადგილობრივები მონაწილეობდნენ. როგორც ცნობილი გახდა, დოღი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველი წლის 23 ივლისს გაიმართება. გვინდა რომ ეს ტრადიცია თუ აქციოთ და ამას თქვენს ატყობთ და ხედავთ რამდენი ხალხი არის, გულშემატკივარი ვარი მოსული და გვიდგანან გვერდზე და გვამხნევენ რა ვიცი ამ ტრადიციის დასამკვიდრებლად და ფიქრობთ რომ ეს გაგრძელდება და დამკვიდრდება. საქართველოში პირველად ტარდება საცხენოსნო ჩემპიონატი, ჩვენ სერიოზულად შევხვდით, მომზადებული ცხენები გვყავს და ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტი რაიონი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.